ეს ერთი შეხედვით პატარა საყვარელი ბუთქუჩა გოგონა, რომლის სახელია კიმ ჯუე, არის მომავალი დიქტატორი. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფოსი, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები ჩრდილოეთ კორეა ეწოდება. სადაც შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ თუ სამხრეთ კორეულ, იაპონურ და დასავლურ ფილმებს უყურებ, ან კიმ ჩენ ინის თანდასწრებით დაიძინებ, ან და უპატივცემულო პოზას მიიღებ. მაგალითისთვის 2016 წელს განათლების მინისტრი კიმ იონგ ჯინი სიკვდილით დასაჯეს უპატივცემულო პოზისთვის, რომელსაც კიმ ჩენ იანი უძღვებოდა. ხო და ახლა გასწორდით წელში, უსაფრთხოებას თავი მაინც არ სტივა და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. რომ გაიგოთ, როგორ შეიძლება გახდეს 13 ან 14 წლის პატარა გოგონა პირველი ქალი დიქტატორი ჩრდილოეთ კორეის. და არხიც გამოიწერა. სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა 12 თებერვალს სამხრეთ კორეის პარლამენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ იანი თავის ქალიშვილს კიმ ჯუეს ამზადებს მემკვიდრედ. მაგრამ არის თუ არა ეს ყველაფერი ოფიციალურად გაცხადებული? ცხადია არა. თუმცა მთელი რიგი გარემოებები სწორედ ამას მიუთითებს. ეს პატარა გოგონა კიმ ჯუე პირველად გამოჩნდა 2022 წლის 18 ნოემბერს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ვიდეოები, სადაც მამასთან ერთად ხელჩაკიდებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე იმყოფებოდა. ნამეტანი ფემინური გამოჩენა იყო ნამდვილად. სწორედ აქედან მოყოლებული ის მუდმივად ჩნდებოდა ძირითადად სამხედრო აღლუმებსა და რაკეტების ტესტირებაზე, რაც იმას მიუთითებდა, რომ მას რაღაცისთვის ამზადებდნენ. მოლოდინმაც გაამართლა და სწორედ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2025 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც კიმ ჯუე პირველად იმყოფებოდა საზღვარგარეთ საჯარო ვიზიტით. იგი მამასთან კიმ ჩენ ინთან ერთად გაემგზავრა ჩინეთში, კერძოდ პეკინში, სადაც დაესწრო ჩინეთის გამარჯვების დღის მასშტაბურ სამხედრო აღლუმს. პარადი 3 სექტემბერს გაიმართა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის იუბილეს და იაპონიის კაპიტულაციას ეძღვნებოდა. ნახეთ, თქვენი აზრით ბოლოს როდის იყო ჩრდილოეთ კორეის მმართველის შვილი ოფიციალური ვიზიტით უცხოეთში. გავსი მოვლენა ბოლოს მოხდა 1965 წელს, როდესაც მოქმედი ლიდერის შვილი საჯაროდ გამოჩნდა საზღვარგარეთ, კერძოდ კი ინდონეზიაში, ხოლო შემდეგ ის გახდა კორეის მეორე ლიდერი. საუბარია კიმ ჩენ ირზე, ჩრდილოეთ კორეის ძვირფას ლიდერზე, მას ეგრე უწოდებენ. შესაბამისად ვიგებთ, რომ რაღაცეები ნამდვილად ემთხვევა. სამხრეთ კორეის დაზვერვა მჭიდროდ აკვირდება ჩრდილოეთ კორეაში თებერვლის ბოლოს გასამართ მუშათა პარტიის მე-9 კონგრესს. ეს კონგრესი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართება და ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიებაა ჩრდილოეთ კორეაში, სადაც კიმი შეაფასებს განვლილ 5 წელიწადს და მომავალი 5 წლის მიზნებს დასახავს, მას შორის სამხედრო მიმართულებით. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, სამხრეთ კორეის დაზვერვის მიხედვით მან შეიძლება ოფიციალურად წარადგინოს საკუთარი ქალიშვილი კიმ ჯუე მემკვიდრედ, რაც ნამდვილად ძალიან დიდი მოვლენა იქნება. თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე. გავრცელებული ინფორმაციით კიმს უფროსი ვაჟიც ყავს, რომელიც დაახლოებით 15-16 წლის უნდა იყოს. თუმცა ის არასდროს უღიარებია ჩრდილოეთ კორეის მედიაში და არც არასოდეს არ გამოუჩენიათ. ამასთან, სამხრეთ კორეის დაზვერვის მიხედვით თქვენს მონა მორჩილ კიმს კიდე 2 შვილი ყავს, კერძოდ და ძმა, რომელიც დაახლოებით 2017 წელს დაიბადნენ. ფაქტობრივად არავინ არ იცის, რატომ მალავენ კიმის უფროს ვაჟს, თუმცა ვარაუდის მიხედვით ის ან გონებრივად ჩამორჩენილია, ან და რაიმე ფიზიკური ნაკლი გააჩნია. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო სპეკულაციებია, ვინაიდან დანამდვილებით არავინ არაფერი არ იცის. ამიტომ გაუგებარია, რატომ შეირჩა ჩრდილოეთ კორეის მომავალ მემკვიდრედ ქალიშვილი და არა უფროსი ვაჟი. ჩრდილოეთ კორეის ღრმად პატრიარქალურ საზოგადოებაში. ბევრი აღნიშნული ქვეყნიდან გაქცეული ადამიანი და ასევე ანალიტიკოსები გამორიცხავდნენ ჩრდილოეთ კორეის სათავეში ქალის მოსვლას. მაგრამ ნახეთ, კიმ ჩენ ინის და კიმ იო ჯონგი გარკვეულ პრეცედენტს ქმნის ქალის ძალაუფლების აღნიშნულ რეჟიმში, რომელსაც ამჟამად შრომის პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მაღალი თანამდებობა უკავია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ძმაზე დიდი გავლენა აქვს. თუმცა ეგ მხოლოდ სპეკულაციებია და სავარაუდოდ ოდნავ აზრს მოკლებულია, რომ მას შეიძლება კიმ ჩენ ინზე მეტი ძალაუფლება ჰქონდეს, თუმცა ის, რომ პრეცედენტი შექმნილია ქალს, რომ შეიძლება ჰქონდეს ძალაუფლება აღნიშნულ ქვეყანაში, ეგ დადასტურებული. ამასთან იურიდიულად კიმმა რომ დანიშნოს მისი ქალიშვილი მემკვიდრედ, არანაირი პრობლემა არ იქნება. ვინაიდან სულთა დე იურე სქესს მნიშვნელობა არ აქვს მემკვიდრის არჩევისას.
ნახეთ, ჩრდილოეთ კორეაში ძალაუფლების მემკვიდრეობითობა ებრძნება ეგრეთ წოდებულ პექტუს სისხლის ხაზის პრინციპს, რომელიც პექტუს მთას უკავშირდება. სახელმწიფო მსოფლმხედველობაში ეს მთა მიჩნეულია კორეის რევოლუციის საკრალურ ადგილად და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოდ. ოფიციალური გადმოცემით, სწორედ პექტუს რეგიონში ხელმძღვანელობდა ანტი-იაპონურ ბრძოლას კიმ ილ სუნი, ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელი და პირველი წინამძღოლი, რომელმაც შექმნა ჯუჩეს, ანუ თვითმყოფადობის მოძღვრება. ხოლო ეს არის ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგია და ხაზს უსვამს სრულ დამოუკიდებლობას ყველა სფეროში. პოლიტიკაში არანაირი უცხოური გავლენა არ უნდა იყოს, ეკონომიკა უნდა იყოს თვითმკვარი, ხოლო თავდაცვა აუცილებლად საკუთარი ძალებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამასთან ქვეყანაში გავრცელებული ვერსიით კიმ ჩენ ირი ქვეყნის მეორე ლიდერი სწორედ პექტუს მთაზე დაიბადა, თუმცა ეგ უფრო პროპაგანდა ვიდრე რეალობა. ამგვარად ვიგებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ის გადაეცემა ძალაუფლება არის არა სქესი, არამედ წარმომავლობა პირველ რიგში და მეორე გონიერება, რომ მან მოახერხოს და შეინარჩუნოს მეტნაკლები სტაბილურობა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის. ამიტომ კიმ ჯუე თავისუფლად შეიძლება აირჩიეს დღევანდელი კორეის ლიდერად. შეგახსენეთ, რომ ჩრდილოეთ კორეის დაარსების 1948 წლის შემდეგ ძალაუფლების შეცვლა მხოლოდ ორჯერ განხორციელდა. პირველი იყო 1994 წელს კიმ ილ სუნგის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ძალაუფლება გადავიდა მის შვილზე კიმ ჩენ ირზე, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ კი 2011 წელს ლიდერი გახდა მისი შვილი კიმ ჩენ ინი. თუმცა ერთი რამე გაუგებარია, რატომ შეიძლება დანიშნოს ასე ახალგაზრდა კაცმა მემკვიდრე, თანაც გოგო, რომელიც დაახლოებით 14 წლის არის. ამაზე არსებობს სხვადასხვა ვარაუდი. გავრცელებული ინფორმაციით კიმის ჯანმრთელობა შერყეულია და სწორედ ამითაა განპირობებული მთელი ეს პროცესები. კიმის სიმაღლე 170 სანტიმეტრია და ერთ დროს ის საერთოდ 140 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ 2021 წელს წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუმცა ბოლო ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ მან წონა კვლავ აღიდგინა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 42 წლის ლიდერს 30 წლიდან აღენიშნება მაღალი არტერიული წნევისა და დიაბეტის სიმპტომები. სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით ეს პრობლემები სავარაუდოდ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სტრესის შედეგია. თუმცა ამ მონაცემების დადასტურება დაზვერვისთვის ძალიან რთულია. ნახეთ, ყველაფერს საბოლოოდ მუშათა პარტიის მე-9 კონგრესი გადაწყვეტს, რომელიც სულ რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს. რას ფიქრობთ, იქნება პირველი ბუთქუჩა ქალი დიქტატორი ჩრდილოეთ კორეის სათავეში? თუ არა, რომელსაც სახელმწიფო მედიამ უკვე მიანიჭა ისეთი საპატიო წოდებები, როგორიცაა საყვარელი ქალიშვილი, პატივცემული ქალიშვილი, ხოლო 2024 წლიდან კი დიდი ხელმძღვანელი პიროვნება დაარქვეს, რაც იმას მიუთითებს, რომ ის შეიძლება უკვე ერეუდეს ქვეყნის შიდა თუ საგარეო მიმართულების საქმეებში. ხოლო ეს ტიტულები უკავშირდება კიმების დინასტიის მითოლოგიას და ისტორიულად გამოიყენებოდა მომავალი ლიდერების მიმართ. მაგალითად, კიმ ჩენ იზეც დაახლოებით იგივე სახელები იქნა გამოყენებული. ცხადია, საყვარელი ქალიშვილი არ იქნებოდა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი იყოს უბრალოდ ბლეფი და რეალურ მემკვიდრეს ჯერჯერობით არ აჩენდნენ და საერთოდ სხვა გეგმები ჰქონდეს ჩრდილოეთ კორეის დღევანდელ დინასტიას. მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში ქალის მემკვიდრე დასახელება ნამდვილად ძალიან საინტერესო მოვლენა იქნება. ერთი რამე ფაქტია, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი მოკლევადიან პერსპექტივაში და სავარაუდოდ გრძელშიც არ ჩამოიშლება, ვინაიდან აზიელები ძალიან კოლექტივისტები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება და ინდივიდი ფაქტობრივად გაიგივებულია, შესაბამისად რაიმე აჯანყების საფრთხე ნაკლებად უდგას ჩრდილოეთ კორეას. და მეორე, უცხოური გავლენების საფრთხე ერთიორად შემცირებულია, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეას გააჩნია ატომური იარაღი, რაც ცხადი არის ძალიან დიდი უსაფრთხოების გარანტია კონკრეტული ქვეყნისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი.